ეთერში კურიერი 9 საათზე ზაალდომა შულთან და დიანა ჯოჯოასთან ერთად. და მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღეს მთავარი თემების და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა ალიანსის საქართველოს რიგებში შემცირება ალიანსის ლიდერები კოკა გუნცაძის გაერთიანებიდან წასვლას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, თუმცა ფაქტია, რომ ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუნცაძე ლიდერის გვერდით აღარ გამოჩენილა. ალიანსს შესაძლოა კიდევ 2 წევრი გამოაკლდეს და დღეს ეს უკვე რესპუბლიკელთა რიგებიდან საუბარია ირაკლი ბათიაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილზე, თუმცა ამ დროისთვის ორივე მათგანი საზღვარგარეთ იმყოფება, შესაბამისად მათი პოზიცია უკვე თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. კოკა გუნცაძე მეგობრული შეთანხმების ერთგული რჩება და ალიანსიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას კამერების წინ ჯერ არ ადასტურებს. ირაკლი ალასანიას ერთ-ერთი აქტიური თანამებრძოლი პოლიტიკური გაერთიანების დატოვებას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გეგმავს. კოკა გუნცაძე პირად საუბარში არ მალავს, რომ ალიანსში ის მხოლოდ ფორმალურად რჩება და ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობს. არანაირი განხეთქილება არავისთან მე არ მაქვს. მე არ დამიტოვებული ალიანსი, მე არ ვიღებ საარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას. ესაა ჩემი პოზიცია. კოკა გუნცაძეს და ირაკლი ალასანიას შორის უთანხმოება მერობის ერთიან კანდიდატზე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემდეგ დაიწყო. სწორედ გუნცაძე იყო ერთ-ერთი აქტიური შუამავალი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის და საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმების მთავარი ლობისტი. ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად განვიხილავთ საკითხს, შესაძლებელია თუ არა ერთიანი კანდიდატის იდეის გადარჩენა. და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ ერთიანი კანდიდატით, ერთიანი ფრონტით იქნას გამარჯვება მიღწეული. მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ კოკა გუნცაძე ალიანსის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე აღარ გამოჩენილა. ის არც საარჩევნო სიაში მოხვდა. ირაკლი ალასანია გუნცაძის ალიანსის რიგებიდან გაუჩინარებას ასე პასუხობს. რა დროს კოკა გუნცაძეა? შემცირება ირაკლი ალასანიას თანაგუნდელების რიგებში მხოლოდ კოკა გუნცაძით არ სრულდება. გავრცელებული ინფორმაციით ალიანსი რესპუბლიკური პარტიის 2 წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმაც დატოვეს. 11 მათგანი საქართველოში არ იმყოფება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კი ამ ინფორმაციას უარყოფს. ბათიაშვილიც და ნაცვლიშვილიც არიან რესპუბლიკური პარტიის წევრები. ისინი ორივე იმყოფებიან უცხოეთში. რესპუბლიკურ პარტიაში არიან ისინი, რესპუბლიკური პარტია ალიანსშია და არსაწესოს ნამდვილად არაპირებს. ყოფილ თუ ჯერ კიდევ მოქმედ თანაგუნდელებზე საკუთარი აზრი ღიად დღეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ გამოხატა. კოკა გუნცაძე არის ინდივიდუალური მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერდა ალიანსს და ირაკლი ალასანიას და მისი გადასაწყვეტია ის ადიქ მე ვერც ვერ გეტყვით ამას პროგრამაში. ლაშა ნაცვლიშვილი არც ვიცი საერთოდ სად არის პოლიტიკაშია თუ არ არის, ისიც რესპუბლიკურ პარტიაში იყო. ლაშა ნაცვლიშვილი ამ დროისთვის შვეიცარიაშია, ირაკლი ბათიაშვილი ლიტვაში. ორივე მათგანი კომენტარებს პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით სავარაუდოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.